ან ძალიან გენიოსია, ან ძალიან შეძლებული ოჯახიდან. სხვა შემთხვევაში საზღვარგარეთ როგორ ჩააბარებდა? ძალიან ბევრჯერ მომისმენია ეს კითხვა და თქვენც რომ არ გეგონოთ რომ ვიღაცან ძალიან გენიოსი უნდა იყოს ან ძალიან შეძლებული ოჯახიდან იმისთვის რომ საზღვარგარეთ ისწავლოს და თქვენც რომ დიდხანს არ ელოდოთ თქვენს შანსს, ამიტომ წერ ამ ვიდეოს. გამარჯობა, მე ანა ვარ. სრული დაფინანსებით ვისწავლე ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტებში და მინდა რომ ეს შესაძლებლობა შენც გამოიყენო. ამიტომ თუ ხარ სკოლის მოსწავლე, რომელსაც ერთხელ მაინც უფიქრია რა მაგარი იქნებოდა იმ უნივერსიტეტებში რომ მესწავლა საზღვარგარეთ უცხოურ ფილმებში რომ ხედავდიო, მოკალასდი კარგად, იმიტომ რომ ყველაფერს გეტყვი იმისთვის, რომ შენც ისწავლო ამ უნივერსიტეტებში. დღევანდელი ვიდეო იქნება შედარებით ზოგადი, მაგრამ მინდა რომ ეს ზოგადი დავფარო, მანამ სანამ რაღაც კონკრეტულზე გადავალ, იმიტომ რომ სწორედ ის ფაქტი, რომ ბევრმა ადამიანმა ზოგადი საკითხებიც არ იცის, განაპირობებს იმას, რომ ბევრი ადამიანი თავშივე ფიქრობს, რომ აი მე საზღვარგარეთ გამორიცხულია, რომ მოვხვდა შანსი არ მაქვს, ამიტომ თავიდანვე არ იწყებს ამისთვის მზადებას. როცა შეიძლება შანსი ძალიან კარგიც გქონდეს. ამიტომ ეხლა აი აქ ჩამოვწერ, რა გჭირდება იმისთვის, რომ საზღვარგარეთ აპლიკაცია გაგზავნო. პირველი, რომელსაც ყველა უნივერსიტეტი ითხოვს, რა თქმა უნდა, არის სკოლის ატესტატი და ნიშნების ფურცელი, შემდეგ მოდის CV, შემდეგ მოდის სამოტივაციო წერილი, ძირითადად ითხოვენ ხოლმე ერთ წერილს, მაგრამ შეიძლება დაგჭირდეთ ორი წერილიც, ან ერთი სამოტივაციო წერილი და ერთი ესე კონკრეტულ საკითხზე და ასე შემდეგ. გააჩნია აპლიკაციას. ასევე ითხოვენ სარეკომენდაციო წერილებს, როგორც წესი ითხოვენ ხოლმე ორს, ითხოვენ ინგლისური ენის დამადასტურებელ სერტიფიკატს, თუ რა თქმა უნდა ინგლისურ ენაზე გინდათ სწავლა და ზოგადად ენის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ფრანგულად თუ გინდათ სწავლა, მაშინ ფრანგული ენის, გერმანულად თუ გინდათ სწავლა გერმანულის და ასე შემდეგ. და ითხოვენ ასევე გამოცდის ჩაბარებას, თუმცა ამას არ ითხოვს ბევრი უნივერსიტეტი, განსაკუთრებით ევროპაში. აი ამერიკაში გეტყოდით, რომ 90% შემთხვევაში ითხოვენ ამ გამოცდის ჩაბარებასაც. პირველ რიგში მინდა გავიაზროთ, რას გულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ ბევრი რაღაც ინდივიდუალურია და უნივერსიტეტს გააჩნია. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპაში უნივერსიტეტებს არ აქვთ რაღაც ერთიანი მიდგომა. ის კი არა ქვეყნის შიგნით არსებულ უნივერსიტეტებს, აი ერთი ქვეყნის შიგნით არსებულ უნივერსიტეტებსაც არ აქვთ მაინც და მაინც ერთნაირი მიდგომა. არიან უნივერსიტეტები, რომლებიც პირდაპირ მიგიღებენ ქართული ატესტატით და ნიშნების ფურცლით, არიან უნივერსიტეტები, რომლებიც გეტყვიან, რომ არა, მე არ ვცნობ ქართულ ატესტატს, გაიარე საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურები განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში, მიიღე დოკუმენტი, მე წადიეს ყველაფერი დაამტკიცე, დაამოწმე აპოსტილიც, მე თარგმნე ჩვენ ენაზე და მოკლედ ასე შემდეგ. არ არის მაინც და მაინც მარტივი პროცედურები ამ დოკუმენტურ ნაწილშიც. ზოგჯერ ეს ყველაფერი იმაზე უფრო რთულიც არის, ვიდრე უნივერსიტეტში ჩაბარება. თუმცა მაინც ახლა ამ ვიდეოში შევეცდები რომ რაღაც ისეთზე ვისაუბრო, რაც ასე თუ ისე ერთიანია ყველა უნივერსიტეტისთვის და დავიწყებ ყველაზე ხშირად დასმული კითხვით, რამდენად დიდ ყურადღებას აქცევენ ჩვენს ნიშნებს. როგორც წესი, კარგ უნივერსიტეტებს აქვთ ჰოლისტური მიდგომა, რაც ნიშნავს იმას, რომ ესე კონკრეტულად რაღაც კომპონენტს კი არ გამოყოფენ და ამბობენ, რომ აი თუ ცუდი ნიშნები ყავს, არ ჩაგრიცხავ, ან თუ სამუშაო გამოცდილება არ გაქვს, ან რაღაცა გაცვლით პროექტებში არ მიგიღე მონაწილეობა, არ ჩაგრიცხავ. არა, ისინი ყურებენ თქვენს აპლიკაციას მთლიანობაში. ანუ მათთვის მნიშვნელოვანი არის ბალანსი, ეგრეთ წოდებული ამ აპლიკაციაში. შეიძლება ქულები არ გყავდეთ მაინც და მაინც მაღალი, მაგრამ რაღაც კლასგარაში აქტივობები გქონდეთ იმდენად მნიშვნელოვანი და ღირებული, რომ ამან დაგიბალანსოთ დაბალი ქულები. თუმცა როგორც წესი, საბაკალავრო საფეხურზე თუ გინდათ ჩარიცხვა, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ქულებს, ვიდრე აი მე უკვე მაგისტრატურაზე როცა მოგინდებათ ჩარიცხვა. იმიტომ რომ რეალურად უნივერსიტეტებს აინტერესებს რაღაცნაირი გარანტიაც უნდათ მიიღონ, მით უმეტეს კიდევ თუ სკოლარშიპზე არის საუბარი, რომ თქვენ ამ უნივერსიტეტში რო ჩაირიცხებით, ამ უნივერსიტეტისთვის იქნებით კარგი სტუდენტი. მასაც თავისი სადარდებელი აქვს რენკინგზე, მასაც უნდა რომ კარგი სტუდენტები მიიღოს, ამ სტუდენტებმა კარგად ისწავლონ და კარგად დაამთავრონ და კარგად დასაქმნან და ამიტომ რაღაც სტაბილურობას ნამდვილად ეძებენ თქვენს აპლიკაციაში. რაც შეეხება CV-ს, რა ჩავწეროთ CV-ში, როცა სამუშაო გამოცდილება, როგორც წესი, სკოლის მოსწავლეებს არ გვაქვს. CV შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად შეავსოთ მოხალისეობრივი აქტივობებით, სტაჟირებით, პროექტებში მიღებული მონაწილეობით და ასე შემდეგ. გაითვალისწინე ის, რომ სკოლაში კარგად სწავლა ძალიან კარგია, მაგრამ უნივერსიტეტებს რაღაც იმაზე მეტი უნდა უთხრა, ვიდრე ის, რომ სკოლაში მოხვედი, დაჯექი, ისწავლე და ათიანები მიიღე. იმიტომ რომ ამას ბევრი გააკეთებს, მათ ზუსტად ის აინტერესებთ შენ დამოუკიდებლად სკოლის მიღმა და დავალებების მიღმა
რის გამკეთებელი ხარ, რა გაინტერესებს, რა ქმნის შენს პიროვნებას და ასე შემდეგ. ის CV უნდა შევსვათ ასევე რაღაც სასერტიფიკატო კურსებით, კონკურსებით, არ ვიცი, რაღაც ღონისძიებებით, სადაც მონაწილეობა მიგიღიათ, რომელიც თქვენ დაგიგეგმავთ. და თუ ჯერ არ დაგიგეგმავთ, შეგიძლიათ რომ თქვენი სკოლის სივრცე გამოიყენოთ ამ ყველაფრისთვის. მოიწვიოთ ვიღაც ადამიანი, ვინც ჩაატარებს თუნდაც კარიერულ კონსულტაციებს, კარიერულ შეხვედრებს, სესიებს და ეს ყველაფერი სასარგებლო იქნება არა მარტო თქვენთვის, არამედ თქვენი მეგობრებისთვის, იმიტომ რომ ევროპის უნივერსიტეტები ძალიან აფასებენ იმასაც, რომ რაღაც გაკეთებული გქონდეს საზოგადოებისთვისაც და რაღაც მარტო ჩვენს პროფესიულ განვითარებაზე თუნდაც არ ვიყოთ ორიენტირებული. რას ვწერ სამოტივაციო წერილში? აქ ვიტყვი, რომ განსხვავება არის ამერიკულ და ევროპულ სამოტივაციო წერილებს შორის, განსაკუთრებით თუ საქმე კიდევ საბაკალავრო საფეხურს ეხება, იმიტომ რომ ამერიკაში უფრო მეტად თხოვენ განსხვავებული ტიპის, მეტად სენტიმენტალური, ასე ვთქვათ, ესეს დაწერას, როცა ევროპაში უფრო მეტად, როგორც წესი, მიღებულია, ასე ვთქვათ, აკადემიური სამოტივაციო წერილის დაწერა. ამ სამოტივაციაში ძალიან მარტივად რო გითხრათ, იმიტომ რომ რთულად სხვა ვიდეოებშიც ვისაუბრებ, მნიშვნელოვანი არის ის, რომ უნივერსიტეტს კარგად დავანახოთ, ჩვენ რა სფეროში წარმოგვიდგენია ჩვენი თავი და რა პროგრამაზე მოვდივართ, რატომ მოვდივართ და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროს მართლა კარგად ვიცნობდეთ, ამ სფეროში გამოწვევები ვიცოდეთ რა არის და რაღაცნაირად გვესახებოდეს გეგმაც, რომ აი თქვენი პროგრამის მეშვეობით, მაგიტომ მოვდივართ თქვენთან, რომ თქვენი პროგრამის მეშვეობით მე როცა ვისწავლი ამას, ამას და ამას, აი ზუსტად ამ გამოწვევებს უპასუხებ სფეროში და ამ გამოწვევებს მოვაგვარებ. კიდევ ერთხელ, სამოტივაციო წერილი არის ყველაზე რთული ნაწილი აპლიკაციის და ამაზე ცალკე ჩავწერ ვიდეოს. სარეკომენდაციო წერილები. სარეკომენდაციო წერილს როგორც წესი გვთხოვენ ხოლმე ორს, ერთი აკადემიური გარემოდან, ანუ თქვენ შემთხვევაში სკოლიდან. ჯობესია დაგიწეროთ ადამიანმა, რომელიც გასწავლით, რომელმაც დაგინახათ სასკოლო საგაკვეთილო სივრცეში და შეუძლიათ თქვენი შეფასება საგაკვეთილო სივრცეში. აი მეორე მნიშვნელოვანია იყოს ადამიანისგან, რომელმაც თქვენ გნახათ პრაქტიკაში. ეს შეიძლება იყოს რომელიმე პროექტში თუ მიგიღიათ მონაწილეობა, ამ პროექტის მენეჯერი, ორგანიზატორი, სტაჟირებაზე თქვენი სუპერვაიზორი და ასე შემდეგ. ანუ განსხვავებული რაც უნდა თქვას ამ ადამიანმა თქვენზე არის ის, რომ პრაქტიკული უნარჩვევებიც გაქვთ, რომ საქმეშიც ხართ გუნდური, ლიდერული უნარჩვევების მქონე, რომ რაღაცა ძალიან კარგი კონტრიბუცია შევმატეთ რომელიღაც ორგანიზაციას იქნება და კომპანიას თუ ასე შემდეგ. აქვე მინდა აღვნიშნო ესეთი რაღაც, რომ ევროპაში ზოგადად სრული დაფინანსების მიღება საბაკალავრო საფეხურზე არ არის მარტივი. თავიდანვე მინდა ესე მივუდგეთ, რომ თუ გაქვთ მისდან დასახული, რომ ევროპაში ჩააბაროთ, მაინც ჩააბარეთ საქართველოშიც ეროვნული გამოცდები, იმიტომ რომ შეიძლება, რომ კარგი დაფინანსება არ მოგცენ და ძალიან იშვიათია ევროპაში უნივერსიტეტმა მოგცეს სრული დაფინანსება საბაკალავრო საფეხურზე, გულისხმობ იმას, რომ სწავლაც დაგიფინანსოს და საცხოვრებელი ხარჯებიც. ეს არის აი უიშვიათესი. ამიტომ ჩააბარეთ საქართველოშიც. ერთი ის, რომ საქართველოში გამოცდები რო გაქვთ ჩაბარებული და უნივერსიტეტს რო ყავხარ აყვანილი, უკვე ძალიან კარგი ნიშანი არის ევროპული უნივერსიტეტებისთვისაც და მობილობა რომ მოგინდათ ბევრად უფრო მარტივად გადახვალთ, როცა აქ უნივერსიტეტში უკვე ფეხი გაქვთ შედგმული. და მეორე ის, რომ ქართულ უნივერსიტეტებსაც აქვთ გაცვლითი პროგრამები და თუნდაც ერთი სემესტრით წახვალთ საზღვარგარეთ და მიხვდებით საერთოდ რამდენად მზად იყავით მარტო ცხოვრებისთვის. ამიტომ თქვენ ადგილას ესე ბოლომდე ხას არ გადავუსვამდი, რაც არ უნდა გამიზნული გქონდეთ, რომ მაინც და მაინც საზღვარგარეთ გინდათ სწავლა. ხას არ გადავუსვამდი ქართულ უნივერსიტეტებს. მით უმეტეს საბაკალავრო საფეხურზე. აი სამაგისტრო საფეხურზე მე რა ჩავწერ ვიდეოს და იქ გეტყვით კიდეც, რომ რაც მეტი წახვალთ საზღვარგარეთ და მეტი მიიღებთ გამოცდილებას და უკან დაბრუნდებით და ამ გამოცდილებას დააბრუნებთ საქართველოში, მით უკეთესი ქვეყნისთვის. აი თქვენთვის რა არის უკეთესი? სამწუხაროდ არ ვიცი. მოკლედ დღეს ესე დაგემშვიდობებით. იმედია მიხვდით, რომ აი ამ ჩამონათვალიდან არაფერი არ არის ისეთი, რის გაკეთებაც არ შეგიძლიათ და რის გაკეთებასაც სჭირდება ან გენიოსობა, ან ძალიან შეძლებული ოჯახიდან ყოფნა. თუ რომელიღაც კონკრეტულ ქვეყანაზე გაქვთ ინტერესი, აი მაგალითად გაინტერესებთ მაინც და მაინც გერმანიაში როგორ ჩავაბარო, ან მაინც და მაინც იტალიაში როგორ ჩავაბარო, დამიკომენტარეთ და შემდეგი ვიდეოებით შევეცდები, რომ მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი გაგცეთ. აქვე გამოიწერეთ ჩემი Instagram გვერდი, რომელიც სწორედ კარიერული მიმართულებით რჩევების გაცემისთვის გავაკეთე. აი ეს არის ჩემი Instagram გვერდი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ბევრი ადამიანი გაიგებს ამ არხის შესახებ და შეეცდება, რომ თუნდაც ცადოს გამოიყენოს ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა და ისწავლოს საზღვარგარეთ ნაწილობრივი ან სრული დაფინანსებით.